მეკისრება ვალდებულებამ შევასრულო პრეზიდენტის მოვალეობა საარჩევნო პერიოდში. ის ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ახლა კი სრულფასოვანი პრეზიდენტობა სურს. ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში აღდგება სამართლიანობა, მავთუხლართები ქვეყანაში აღარ იქნება, წარმართავ ისეთ საგარეო და საშინაო პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას. მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი დღეს მისი ყველაზე რადიკალური მოწინააღმდეგეა და მისი სავარძლის დასაკავებლად იბრძვის. დაჯდება სააკაშვილი და მისი მომხრეები განსაზღვრების კაბზე, იმის გამო რაც მათ ქვეყანას დამარხეს. ხალხნაშაულებრივი კოჰაბიტაციის ნაცვლად უნდა დაიწყოს ქვეყნის დენაციფიკაციის, ანუ ნაციონალური მოძრაობისაგან განთავისუფლების პროცესი. ქუჩის აქციები, პრეტენზიების დრო მოვა, შეკითხვებზე პასუხების დრო მოვა. კრემლის კაბინეტები, მოლაპარაკებები და პირველი დამოუკიდებელი არჩევნები. ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არჩევნებში გამარჯვების 100%-იანი შანსი. ნინო ბურჯანაძე, ძველი თანამებრძოლების და ახალი კონკურენტების წინააღმდეგ. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი, მხარდამჭერებთან და გუნდის წევრებთან ერთად არჩევანში. უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკოსებს შორის და ოლიმპიურ კომიტეტში. ჩვენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არ გამოუცხადებთ, რა თქმა უნდა, ბოიკოტს. ოლიმპიური ჩირაღდანი ჩააბარეს კაცს, რომელიც 5 წლის წინ ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას. თუ დავიწყებთ შემკეთებლობას, ვისაჭირება ჩირაღდანი ხელში და ამის გამო დავიწყებთ გადახედვა ჩვენ პოზიციებს და მეგონი არასწორი იქნება. რუსეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის მძიმე პოლიტიკური პროვოკაცია. სპორტსმენები მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში. თუ საბოლოოდ დავწმუნდით, რომ სოჭის ოლიმპიადაზე პოლიტიკა ჭარბობს სპორტს, მაშინ მივიღებთ ქვეყნის ღირსების შესაფერის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებაში აუცილებლად საზოგადოება ჩაერთოს. საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები სტუდიაში, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტსმენები და ხელოვანები, ფართო დისკუსია არჩევანში.